მოგესალმებით გილოცავ დევანდელ დღეს, ადგია პირველ წოდებულის დღეს, ხსენების დღეს, ასევე რა თქმა უნდა საქართველოში დიდი სიხარულია ჩვენ. მეუფე შიო ავირჩიეთ და დღეს ავირჩიეთ გუშინ და დღეს ინტრონიზაციის დღე იყო და საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი ყავს, ღირსი კაცი, ღირსი მამა, ჩვენი მამა ყველასი, ვის მორწმუნენი ვართ და ძალიან კარგია ეს. შიო მესამე, კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე. და ყველანაირად რა, მეც დავამატებ, რომ ენერგეტიკულად ალბათ ყველაზე მეტად მის ცხოვრებიდან გამომდინარე, მის ცოდნიდან, მისი ერუდიციიდან, მის თეოლოგიისადმი, მის სწრაფებისგან და ასე შემდეგ, აი ყველანაირად შეგრძნების დონეზე ალბათ ყველა ქართველს ეგ აქვს, რომ ღირსეული გამგრძელებელია იგი ილია მელესკის და ამიტომ ყველანი ერთად ცალსახად ვართ გახარებული დაცულები და შეგრძნება გვაქვს. იყო გარკვეული შიშები, რომ ისეთი დიდი ადამიანის მოღვაწის, წმინდანის დარი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, როგორც იყო წინა პატრიარქი, შეიძლება ეკლესიაში რაღაც გარკვეული ფლუქტუაციების სქიზმაც კი მოხდარიყო, მაგრამ ღვთისმადლით და გონიერებით ჩვენი ერის თუ ბერის ეს არ მოხდა და წინ წავიდა ჩვენი ეკლესია ამ გამოსტას რა თქმა უნდა გაუძლო საქართველოს ერმა თუ ბერმა. ნოდარ მელაძის გადაცემა იყო, რომელიც ყველაზე კარგად მინდა ხასიათებს, ნოდარ მელაძე მინდა მოვიყვანო. ჩვენო ბევრი ვიქეკეთო ფაილებშიო, რომელიც გამოაგდო ფაილებშიო, ხო, ვინც გამოაგდო ის ციხეშია ხო. ხო და აი შეიძლება ჩვენო ვერ მოვძებნეთო, მაგრამ მართლაც ვერ მოვძებნეთ ვერც ერთი კომპრომატი მეუფე შიოზე. ვეძებდითო, მაგრამ არ არისო. სამართლიანობისთვის უნდა აღნიშნო. და რო ეძებდნენ და რო ვერ მოძებნეს, ესეც ძალიან მაგარი რამა. ჩვენ ეხა გავუშვათ რა? ეს რა თქმა უნდა ამ ახალ პატრიარქს მიეტმასნება ძალიან ბევრი ცუდი სული, ცუდი ადამიანი. მე გავუშვებ ამ ცუდი ადამიანების კომენტარებს და ღმერთი შეუნდობთ და შეიცვალონ აზრი, რა ვიცი, ჩვენ ესე უნდა ვთქვათ ყოველ შემთხვევაში. აქედან გავუშვებ. თქვენის ნებართვით რაღაც მის წარმომადგენელთა რა ხმის შიო თუ რა ქვია, მათ იმ წარმომადგენლებს ვთხოვოთ, ეს აზრს მოკლებულია. იგივე რომ პუტინს ვთხოვო ხა, ხო? რომ გამოუშვი შენი პატიმარი. მეუფე შიოს ღიად რუსეთთან აფილირებული კაცის მოსაყდრედ არჩევა. რომ მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად. ამ ადამიანმა მე დამანახა, რომ არის უსამართლო. მსჯავრი არ აქვს. საშიში, როგორც მე ვხვდები, არის შიო მუჯირი მისეული წარმოდგენით, ზენონის წარმოდგენით, არის ერთის მხრივ საქართველოს ეკლესიისთვის და მე გავბედავ და ვიტყვი, დავეთანხმები და ვიტყვი ასე, არის ის საშიში, შესაძლოა იყოს საშიში ქართული სახელმწიფოსთვისაც კი. მეუფე შიო არის რუსული პროექტი და რუსეთის აგენტი ვითომ ძალათი დანიშნული თანამოსაყდრეთ მადლობა. ეს ყველაფერი ცხადია. მან ხო ეგრე არის რა, როცა ესენი სულს ამბობენ შენზე, ეს მხოლოდ კარგს ამბობს შენზე. ხო, მაგრამ ეს ყოველთვის არის. არა, ეგ რა თქმა უნდა გუშინაც ველაპარაკეთ, რომ ინდიკატორი და გარკვეული ტიპის ტესტია, მაგრამ ცუდიც არის და ცუდიც რა. და გარკვეულწილად ტერმინოლოგიას, ლექსიკას, საზღვრების დაცვას აქ მნიშვნელობა. აი რაღაცა სხვის მოედანზე სწორად უნდა გადახვიდე თუ გადახვალ, ან საერთოდ არ უნდა გადახვიდე რა. მე მახსოვს რა შედარებაა, მაგრამ მთელი ოპოზიცია ტრამპს იმაზე აკრიტიკებდა, რომ ეს არ არის პრეზიდენტის ტერმინოლოგია, როგორც ლაპარაკობს, რომ ის ჩემია, იმას. აი მიხვდი იქაური ოპოზიცია. ანუ ამ wording-ზე ქონდათ რა პრობლემა. და იცი რა არის, როდესაც შენ გარკვეული ერთზამი ვიტყვი რა, როდესაც შენ გარკვეული პროტოკოლები გაქვს, როგორ მოიქცე, როგორ დაახველო, როგორ შეჭამო და ასე შემდეგ განსაზღვრული ყველაფერი, იქ ტერმინოლოგიაც ეს არის ბესპრეცედენტი, ეს არ არის კრიტიკა, ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ჩვეულებრივი მართლა გინდა პოლიტიკურად შეხედე დივერსიული ბოროტი რადიკალური ძალა, თეოლოგიურად ეს არის სატანური ძალა. მაგრამ მართლა გეუბნებია, იმიტომ და ფაილი და ახალი პლეირიდან გავუშვებ, ჯერ კიდევ არ იყო დასასრული ეს გამონათქვამის. მე გავაგრძელოთ ინფორმაციას. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის რუსული პროექტი. შიოს რატო ვეწინდა აღდგები, მე და არ მომწონს შიოს შესაძლო არ გამოსარიცხი გაპატრიარქი.
ესე იგი ეს არის თავიდან ბოლომდე რუსეთის კაცი კითხვა. მეუფე შიო საერთოდ რომ თქვა საქართველოს ეკლესიაში სამდელოებას არ უყვარს, ის არ არის мама, ის არის დამსჯელი კაცი. იმ მომენტში, როდესაც ეკლესიის მეთაური ხდება მარბიელი ბანდების და ხულიგნების, ასე ვთქვათ, მორალური სახე, შიო იყო შერჩეული რატომ? იმიტომ თქვენ კარგად ბრძანეთ, რუსეთში სწავლობდა. მოიყვანა მეუფე შიო, ჩათვალეთ რომ ეკლესია არ გვაქვს. არ გვექნება ეკლესია. ეს მარტო საქართველოს კი არ დაანგრევს, მათ ოჯახებს დაანგრევს, მათ შვილებს დაანგრევს და ეს ჩვენს მომავალს დაანგრევს. დღეს რაც ნახეთ ჩვენ ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება თუ რაოდენ დიდია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსული გავლენა. ეს პირდაპირ უნისონში იყო სწორედ იმაზე, რაზეც დუგინის ფილოსოფია რაც არის, ეს არის პირდაპირ რუსული პროპაგანდა, რა თქმა უნდა და როდესაც მეუფეში უნისონში ლაპარაკობს ამ პროპაგანდის, ბუნებრივია ჩვენი მამაზე რეაგირება გვექნება. მეუფეში მუჯირი ჩელისტი კი არ არის, ჩეკისტი არის. მიუხედავად ამისა, მომუწია აერჩია მოსაყდრე. მე მაინც არ მჯერა, უცბად რომ ეს მხოლოდ მისი შინაგანი ხმა იყო და ფიქრობ რომ ეს საქართველოში მყოფი ეპისკოპოსი ილარიონ ალფეევის ვიზიტი რაღაცნაირად კავშირში იყო ამ ნაბიჯთან და დღეს მეუფე შიო ეგზარხოსი რუსისგან დანიშნული, რომელსაც დაავალეს პირდაპირ რუსეთისგან, რომ მან უნდა გაატაროს ეკლესიაში რუსული პოლიტიკა. პრორუსული ძალის მიერ არის დასახელებული მეუფე შიო. ამ ადამიანს გზა გაუკაფეს სწორედაც ჩრდილოელი ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყნის სპეცსამსახურება. მეუფე შიო როგორც მომავალი პატრიარქი თვითონ როგორც წარმოუდგენია ერთხელაც ქეთს იხრის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკისა და მისი მფარველების წინაშე. მეუფე შიოს ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ ეკლესიის შიგნით რუსული ფრთა კიდევ უფრო გაძლიერდა. მოსაყდრე შიო არის მისი მსოფლმხედველობრივი აზროვნებით, მენტალობითა და ცნობიერებით აბსოლუტურად რუსული პლატფორმის წარმომადგენელი და რუსეთის ეკლესია განიხილავს ხელშემწყობ ინსტრუმენტად კრემლის ხო, ну, რა შეიძლება თქვა? ეს არის რა უნდა თქვა? მართლა პატარა ჭინკები სატანას თავიდანები. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევ რუსოფობია, აი რუსეთის კვალის მოძებნა ბრალებში, სადაც არ შეიძლება რუსეთის კვალი იყოს, რუსეთი და საქართველო არიან მართლმადიდებლური ქვეყნები. რუსეთი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მართლმადიდებლური ქვეყანა. მაშინ, როდესაც მეუფე შიო და როგორც ჰანტინგტონი იყო და ჩვენ ვართ მართლმადიდებლური ცივილიზაციის ნაწილი. მაშინ, როდესაც 47 წლის პატრიარქს უნდა ესწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ის ვერ წავიდოდა სტოკჰოლმში ბრიუსელში სემინარიაში, ვერც ბრიუსელში სხვა შორის, ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ დაიქვეყნიან ეს ქვეყნები მართლმადიდებლური სასულიერო სემინარით. მაშინ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძლიერი რუსეთში სასულიერო სემინარია. ესე იყო. სხვა შორის მნიშვნელოვანი არის შენ მანახე დღეს რომ გამოქვეყნდა რუსეთის ოფიციალური მოლოცვის ტექსტი, სადაც სრული ტიტულით არის. ტიტულატურით არის მოხსენებული. ბატონო და ცხუმ აფხაზეთი არის იქ. ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი მოხსენებულია და სხვა შორის ეს აკაცუკები ედავებოდნენ. კი. თავის დროზე ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს იგრა მეორეს რომ რუსეთი არ ცნობს მას როგორც ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტს. ოფიციალური განცხადება გავრცელდა დიპლომატიური კორპუსისგან რუსეთის ფედერაციის და სადაც მოხსენებულია როგორც ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი. ნუ გასაგებია, დანთენი გასაგებია. კარგი, დოროთე ყურაშვილი გვინდა რომ წავიკითხოთ, ბოროტი არ გვინდა, რამე მგონი ეს თავის ცოდვებს ებრძვის და ალბათ რაღაცა გამოუვა. დღეს იმას ნუ განვიკითხავთ. თავარზე თუ ტელეპიროზე შეხვდა არ ვიცი ერთი და იგივე არ მომენტ Starring Georgias 4 მილიონის უფაროსო სახელმწიფო რა ეს ბიზნესი არა Starring Georgias რაშიო ხო და პირადი ისინი ბაღების ის არისო რა ან დავუწყოთ იქინა რომ ბიზნესი შოა რაც კი შექმნა შემდეგ გადასცა სახელმწიფოს ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს საჩუქარი ეს არის საჯარო სიკეთე და ამას მოიხმარს აბსოლუტურად და შეუძლია მოიხმაროს აბსოლუტურად ყველა ქართველმა და საქართველოს მოქალაქემ
აქ უშუალოდ რაზეც არის საუბარი ხო მაგალითად სტალინ ჯორჯი ერაშვება ხო კონცერტებს კანიე ვესტი ჩამოდის 70000 ბილეთი გაიყიდა 8 საათში ანუ ხვდებით ხო რამხელა მასშტაბებზე საუბარი შეიძლება მოგებაზეც გავიდა ეს კომპანია უეჭველი გავა მოგებაზე რა თქმა უნდა ნუ ზექ წინა წელს ჯასტინ ბერლეიკო ჩამოყვანილი იმის წინა წელს ნუ ვიცით ყველამ ხო პარკებით უნდა ნახოთ პარკები ნუ ახლა პარკები იქ არის ციცინათელა რომელიც გადაღებულია შარშან გაკეთდა რომელიც კლავ განვითარების პროცესში არის ის არ იყო სასრული ფორმა როგორც შარშან ზაფხულს ნახა დამსვენებელმა და ტურისტმა თუ ადგილობრივმა ან ყველა ეს პროექტი რომელზეც აქ იყო საუბარი რომ აი ნახეთ რა საშინელება ხდება არის ქართველი ხალხისთვის და აქ ყოფი ტურისტისთვის და არის იმ ტიპის სიკეთე რომელიც აუცილებელი არის რომ სახელმწიფოსგან იყოს უზრებული და ამას ემატება ის უდიდესი პლუსი სკოლა ბიზნესში თავის ფულით მოდი მე შექმნა და შემდეგ გადასცა საჩუქრად მე იმიტომ რომ უამრავი ფილმი მაქვს მაგ თემაზე გადაღებული ძალიან კარგად ვერკვევი ესე კიდევ ერთი პარკი გააკეთა ბიზნესში რომელსაც თვითონ ინახავს ეს არის დენდროლოგიური პარკი გენიალური ქმნილება უბრალოდ რომ მიხვალ და უფასოა რა თქმა უნდა იქედნის მომხრეებს მინდა უთხრა რომ იძახდნენ რომ საკუთარი პარკი გააკეთაო ღია პარკი ყველა დამსვენებლისთვის და უფასოა ამას რა თქმა უნდა ბიზნესმენშვილი უს ეხა იმ სამ პარკს რაც შეეხება ციცინათელების პარკი არის ატრაქციონების პარკი ატრაქციონებში როგორი მოვლა და შენახვა და ახლის დამატება სჭირდება ძალიან კარგად იცით ეს ერთი რაც შეეხება მინიატურების პარკს არის ხარ თუ არა ნაპოვი მთელი საქართველოს არქიტექტურა არის მინიატურულ ზომებში წარმოდგენილი და ამასაც ძალიან დიდი მოვლა და დამატება სჭირდება და ხოლმე რაც შეეხება ფლექსი არენის გვერდზე მყოფ პარკს სადაც თვითონ ძალიან ბევრი ქანდაკებაა და რომ მიდიხარ იმ ქანდაკებასთან მომღერალისთან კომპოზიტორის ქანდაკებასთან ისმის მუსიკა მისი შექმნილი ძალიან კარგად არის გაკეთებული ასევე მასაც ყოველდღიური მოვლა შენახვა და პატრონობა სჭირდება აბსოლუტურად თავისუფალია იქ მისვლა აბსოლუტურად ყველას შეუძლია ამ სიკეთით წარებული და რა თქმა უნდა სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს ამის მოვლა პატრონობა თუ ვინმე ინვესტორი არ მოვა მაგრამ ჯერჯერობით უნდა გადაიხადოს და ეს არის გამართლებული ხარჯი მოდი მე ესე ვიტყოდი რა ამაზე მეტად გამართლებული ხარჯი არ ვიცი და რაც შეეხება იმ ადგილს 10 წლის წინ იქ იყო ჭაობი არანცერთი პარკი არ არსებობდა. ეხლა არის როგორი ძლიერი ინფრასტრუქტურულად ძლიერი გასართობი და ადგილი სარეკრეაციო სივრცე რომ მეტი შეუძლია. აი რა შალვა რა ხა შეასმენ. რა თქმა უნდა შეასმენ რა შენ მაგრამ არა ხალხს ადამიანები რომლებიც ესე იგი მე ოპოზიციონერებზე და რაღაც აკაცუკებზე და გიჟ რადიკალებზე კუბოებს რო წავდნენ და იქ აქციებს რომ იმაზე ლაზარებზე მსგავსზე კი არ ვლაპარაკობ აი აკადემიური ცოდნით რომ იწონებს თავს ლევან ბერძენიშვილი ორი თვით ადრე ამბობდა რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა არის ყველაზე დიდი მითიო და ეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აუცი რა მნიშვნელობის არის ჩვენი ქვეყნისთვის კი ვიცით ყველა ამას დამატებული ვახსოვს ახლა ის სისულელები ხო ცას კეტავსო და გადააქვს ნაპირი და ნაპირს კეტავს და გადააქვს ნაპირიო ნიკა გვარამია და გუბასანიკიძე მეც ქრონოლოგიურად მახსოვს ეს ყველაფერი ნიკა გვარამია და გუბასანიკიძე ისხდნენ ერთხმად ლაპარაკობდნენ რაჭაშიო მთები უნდა მოჭრასო და ლალის თვლებს ეძებსო იქო ოქროს საბადოს დაბლა არის ლალის საბადო ლალის საბადო არისო მე კიდე იყო სისულელებს რო ლაპარაკობდნენ რასი ბინძურას არ აბრალებდნენ ხეები ერთი ხის გამო ვიღაც ბებიას მოკლით ემუქრებიანო და ანუ აი ხო ხვდები და ამ ადამიანებს რომლებმაც საერთოდ ყველაფერზე ხელი აიღეს და აღარ აქვთ არანაირი მორალური ზღვარი ხო იმათ ანდრი არა კაი ეკაკვესტაძე გავუშვით სააკაშვილის დროს იმიტომ რომ სააკაშვილის დროს ჩვენ აბსოლუტურად სხვანაირ სიტუაციას ვხედავდით სააკაშვილი ხელისუფლება აძლევდა ღვდლებს ამ სიმდიდრეს დათმობებზე მიდიოდა რაღაცა პრადოზე ჩუქნიდა და ხდებოდა მათი მოთაფლა და ვერ მოთაფლა ანუ ენანება ის ფული გადაყრილი გლების მოთაფლაში. ყველაზე ძალიან კარგად. მენა ვარძლინიო არის. ყველაზე ძალიან კარგად სააკაშვილის და ეკლესიის დამოკიდებულებაზე მეტყველებს, როცა მიეთრა მახათას თაზე.
აი ის კადრები აჩვენენ და აუ გარდა იმისა რომ მიშაკაიფშია თვითონ ზის და ისინი დგანა. კი, არა, ნუ მიეთრა გასაგებია რომ ერის ლიდერს და სასულიერო ლიდერს გაუმზადეს იქ სკამები, მაგრამ აი როგორ მდგომარეობაშიც მიეთრა, აი ეს დამოკიდებულება ჩანდა ყველაზე ძალიან. ზურა ჯაფარიძე. დავანოსეთ მობილიზაცია მოქალაქეების, ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი არის 26 მაისი, სადაც გვინდა რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდეს, გვინდა რომ ერთმანეთი დავინახოთ, გვინდა რომ ერთმანეთს წვენა დაუბრუნოთ, გვინდა რომ მათ შორის ციხიდან პოლიტიკური პატრიოტიზმის პატრიოტი დაინახო, რომ აქ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, გვინდა ჩემო მოქალაქეებმა რომელიც ქვეყნის გარეთ არიან, ასევე დაინახო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და გვინდა ჩემო მეგობრებმა ასევე გასაგებია. რაღაცა ეტაპის შემდეგ აი სტრაფი საუბარი უკვე გადაბმული ხდება და ვერ იგებ რას ამბობს. მეტყველებს რითი არ ვიცი. ამას უფრო სხვა ორგანოთი მეტყველება გამოსდის. საჯდომთ მოუბარია. პირდაპირ მოუბარია. კაი, ნუ არ ვიცი რა ქვია. დალში ყავს ლუკა ჭოხონელიძის. ირაკლი ფავლენიშვილი აუცილებელია, გავუშვით. ეს არის რა თქმა უნდა საინფორმაციო კუთხით მარცხი კონკრეტული, რომელიც თავის დროზე ვიწვნიეთ. ეს უნდა ვაღიაროთ იმისთვის, რომ მე დიდი გამარჯვება მოვიპოვოთ. არსებობს მიმართულებები, სადაც გავიმარჯვეთ კიდევაც, სადაც საინფორმაციო წარმატებასთან ქონდა საქმე, მათ შორის თქვენი მედია საშუალებების წყალობითაც, რა თქმა უნდა, ოპოზიციონერების წყალობით და სხვა ადამიანების და მებრძოლების ზოგადად ვინც არიან ჩართულები ამ უთანასწორო ბრძოლაში წყალობით, თუმცა არის რაღაც მიმართულება, სადაც აშკარად პრობლემა იყო ყოველ შემთხვევაში 2024 წელსაც, 25 წელსაც, ეხაც არის ეს პრობლემა, მე როცა დავდივარ. გადავაშინოთ ეს რა. ეხლა ჩამიგდეს კადრი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სააკაშვილის და ჩვენი სამღვდელოების ჩვენი ეკლესიის ურთიერთობის ყველაზე ერთ-ერთ ცნობილ კადრს. გავუშვით თუ შეიძლება? კარგია. მადლობა, დიდი მადლობა. ხო, ეს არის მისი პირჯვრის გადაწერის უცნაური. რაში არის? რაში არის? ბიჭო, სადაც ფილმში არის? არა, რაში არის თქო. წებოში. რაღაცას გონკაობს, იმიტომ რომ დაიწყო და მერე გაექცა რა აზრები თორე. არის საბჭოთა ქართული ძალიან კარგი ფილმიდან, სადაც ვიღაცა ყვარყვარი აბრაზნი ტიპი ტოში ასე სასაცილოდ იწერს. სასაცილოდ იცი, სად იწერს? ძალიან მაგარი ფილმია რა. უდიპლომო სასიძოში რო შედის. ეკლესიაში და ღმერთო შენ ამდენი სანთელი რაც გინდა ხო იცი ჩვენი ელექტრომომარაგებაო და ღმერთო შეკაც. ღმერთო შეკაც. კი, მანდარის ჭიჭენსონ ვაშაძის ძალიან კაი ვიდეო გვაქვს, სადაც ჩანს ალიანსისა და ოპოზიციისადმი ხალხის დამოკიდებულება. თვითონ დადო ბიჭო ეგ ვიდეო. მე ამას გადამოწმებულ ფაქტად არ გეუბნები, მაგრამ მითხრას რომ თვითონ შენ რაც გასდევ ამ ჭიჭენცოს ვერ გავუშვი. შინაც ეგ გავუშვი. გევასება ხო ჩაქიმული რო არის. გიორგი ვაშაძემ კი მსჯავრდებულს შეუთვალა რომ დღეს ოფისიდან ქუჩაში განა ეხუეცა ხელი შემომართვია. ხალმა დიდი ნივიჟო დაუწყა და ხელი არ გაუწოდა და ეს ჩასჭიდა, მან ჩასჭიდა ხელი. ამერიკული სტანდარტი ჰარასინგია რო რა. ხათაშორის. კი, ამერიკული დღევანდელ თანამედროვე ამერიკული სტანდარტი ესაა. სოფო ნიჟარაძე მიშაზეა, მაინც არ გაუშვათ. აი, აქ რა ჯოჯოხეთი ხდება, იმიტომ რომ სათაური არის ლუკა ჭოხონელიძის, ჯერ ვინაიგ გითხარით და გახარიას მხარდამჭერის სამოქალაქო აქტივისტის ცოტნე ღურწკაიას კამათი. ლუკა ჭოხონელიძე ალბათ ის არის. გაუშვათ, მაშინ ნახოთ რა. ჭოხონელიძის შვილი არა. გაუშვათ. გაზეთ მე გადავიდეთ. შენ ამბობ რომ მასობრივი აქციის ამჯერად მე გეუბნები რომ ფაქტია გამოვიდა მასობრივი აქცია. სამი წლის განმავლობაში ეძახდი ადამიანებს რომ 4 ოქტომბერს მოდი რაღაცა ხდება. ნუ რა ხდება მაგას არ აქვს მნიშვნელობა, რასაც იძახდი მაგას. მასობრივი მობილიზაციისკენ მოუწოდებდი ქართველებს, მათ შორის მეც. და შენ და მშვიდობიანი რევოლუციისკენ რა და შენ შენ მოწოდებულზე ადამიანები მოვიდნენ, რომელიც მერე დაიჭირეს რა. და მერე ამის მერე დღეს აქ ზიხარ და კიდე იმაზე იძახი რომ რა დიადი იდეა იყო 4 ოქტომბერს. გიორგი გახარია შეუერთდა თუ არა 28 ნოემბერი თუ ისა რა ქვია მშვიდობიანი რევოლუცია რა მშვიდობიანი რევოლუცია ძალიან ხილიკით იძახი რომ ადამიანი ასე ოჯახი შეეწირა რა. გავიგე. ეს რატო გიამაყება? გავიგე, არ მეამაყება ნებისმიერი ქართველის ტკივილია კიდე ერთხელ ვიმეორებ ნებისმიერი პოლიტპატიმარი დღეს საქართველოში. მაგრამ შენი რომელიც პასუხისმგებელი იყავი ერთ-ერთი შენ ტკივილზე პასუხისგებლობას ხო და არა ეხა მეცმაცადე კაცო პასუხისგებლობას მაგისრებ იმ აქციაზე
სადაც დაიჭირეს ერთი მოქალაქეები. ლიდერი იყავი შენ ხო? ო, ერთ-ერთი ლიდერი იყო გიორგი კახარია 28 ნოემბრის შემდეგ აქციებზე. ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამას ეხლა სხვანაირად ვერ გადაუხო და ვერ გადმოვუხო. შენ მე დამაკითხე პასუხისმგებლობა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი 4 ოქტომბრის და ასევე შემოგიბრუნება მას რა, იმ აქციებზე, სადაც ერთ-ერთი ლიდერი იყო თქვენი პარტია და მოწოდება ერთი წუთი ამას ამას ქვია რაღაცის თლა რა. ხის თლა. ხის კლოსის თლა. სალამურის თლა. არა, ხისგან ხომ მზადდება კლოსი რო იყო, ხო, აი სალამურის თლა. კლოსი გამოთალა, ორი. ზოგადად გამოუთალა, სალამური გამოთალეს. ურატინოს ცხვირი. აი იქ რო არის. სავალს, მაშინ გიგა ლემონჯავა, დავაი. აი გიგა. ეხა უკვე ნათლიდან გადავიდეთ იმაზე, თხის დაკოთვაზე. ვიღაცებთან დაალაგებს ეს თქო ამ შემთხვევაში თქვენ რა როგორ რას მოიგებთ ამ პროცესში? როგორ რა ავტორიტარული ვერტიკალი რო ჩვენ რა არა ჯერ ერთი თქვენც და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვისაც ამ ქვეყნის თქვენ პოლიტიკოს რომელსაც სურთ ახლა დამარცხება. ეს ხო თქვენ როგორ ფიქრობთ რომ ეს ჩვენი პირადი ბრძოლაა ივანიშვილის წინააღმდეგ რამე პერსონალურია თუ როგორ ანუ აქ არის საუბარი თქვენი პოლიტიკური კი პოლიტიკოსები გადარჩენაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნაზე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მათ შორის იმას საინტერესო დუმილით თავის დაქნევით პასუხი ეს არის გიპასუხა გიპასუხა აღარ მკითხო ამასთან დაბადების დღეზე ხარ ნამყოფი კი თუ არა თავი დამიქნიან არა გიპასუხა განგება მგონი ელარჯი არის კარგი უბრალოდ მაინტერესებს მასთან კარგი ელარჯი მე არ ვიცი და მართლა თქვი ეხა ბოლოს უკვე ივენ დაცველი გამოდი ერთი წუთით იმას კი არ ვამბობთ რომ ჩვენ ვეძებთ დადებით რაღაცა რამე სიგვახე თქვით ხო არა დადებით რაღაცებს ვეძებთ დაბადების დღეზე ბოულინგ ცენტრში არ ხარ არა მართლა მაშინ პავლოველები ხომ ამდიხდით დაბადების დღეს თაჟე დათუნაშვილი кайფსო გვეყოფა არ იღებს ხმას გვეყოფა ეხავს თაზო დათუნაშვილი რა ეხავს მე ეხავს კაცო რა თაზო დათუნაშვილი არის ალტერნატივა ჩვენ გვაქვს პრეტენზია ამაზე ძლიერ საქართველოში რომ ჩვენ ვიყოთ ეგ მყარი ალტერნატივა რომელიც შეცვლის ხელისუფლებას სხვებთან ერთად სხვების გარეშე იყოს სხვების გარეშე ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ ვიყოთ ის ალტერნატივა საზოგადოებას შევთავაზოთ ის ალტერნატივა რომელიც მას ჭირდება ალტერნატივა თუ იქნება და საზოგადოების განწყობა არის ორივე კომპონენტი არის ის უნდა დავამარცხოთ დამთრგუნავი უმრავლესობით და დამთრგუნავი უმრავლესობით მერე მაინც კაროჩე რა უნდა ამას ყარი უნდა რაღაც ყარი რა გამყარებული ყველაზე ჩმო აი გამსამიცის ხოლმე გამყარებული ყველაზე ჩმო ვინძე მყოფი პოლიტიკოსებისგან პირველზე რა თქმა უნდა ბრინკა არის ბრინკა ტოპ და მეორეზე ეს და ერთ სასწაულია ერთ პარტიის არა გავიგე მაგრამ ის უფრო არა ბიჭო ამან და ალოკემ ერთად რა ვიდეოს ჩაწერეს ხო ესეც ის ჰომოეროტიზმი და პორნოგრაფია რო სუფევს იქ სტრიპტიზი, ბლოუ-აპი, ზაბრისკი პოინტი. ბლოუ-ჯობი. იმენა ზაბრისკი პოინტის პლაჟი. ბლოუ-ჯობი არ ყავდა, ამაგარი სცენა. ბლოუ-ჯობი არ ყავდა. სვეტში ზაბრისკი პოინტი. ცოტა დააყავდა რა, მე აი შენ ალეკო რეებს აკეთებს. ენის ეკვილიბრისტიკა როგორი განვითარებული აქვს, მაგრამ საერთოდ დააყავდა. ზაბრისკი პოინტი. მაგრამ ბეტოს ფილმი არ არის ზაბრისკი პოინტი, თუ არა? იმისია კაცო ანტონიონის. ანტონიონის ბოდიში უკაცრავად ეგორი მერევა ერთმანეთს. მართლა მერევა, მაგრამ გასაგები მაგარი ფილმი. იქ რო ძალიან სცენა ქვიშაზე. ორივეს მერე გადავიდოდნენ ქვიშაზე კოტრიალში. შეიძლება გადავიდო, просто ვიდეო აღარ არის. ვიდეო აღარ შემოქვს. დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ მართლაც კარგი დღე გქონდა, სულ ასე ვიყოთ და ასე ვიაროთ წინ. სად გეჩქარება ხოლმე ამას რო წინას არ იხსნი. აქედან აქედან გვიხარეთ რას გემშვიდობებით მადლობა ყურადღებისთვის. კარგი.